სახელი თომა არამეულია. ბერძნულად გამოითქმის როგორც დიდიმ. ორივე სახელი ნიშნავს ტყუპისცალი, ანუ მარჩბივი. სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ თომა მოციქული ქადაგებდა პალესტინასა და მესოპოტამიაში. ეთიოპიაში ქადაგების შესახებ წერს იოანე ოქროპირი, ხოლო გრიგოლ ღვთისმეტყველი კი მის ინდოეთში მოღვაწეობაზე წერს. წმინდა თომას ასევე ურწმუნო თომას სახელითაც მოიხსენიებენ, რადგანაც არ სჯეროდა ქრისტეს ხორცით აღდგომა და მოითხოვა, რომ დარწმუნებულიყო თავად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელით შეეხო აღმდგარი ქრისტეს ჭრილობებს, მხოლოდ მაშინ იწამა ქრისტეს აღდგომა. უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, ეს სიტყვები უთხრა თომა მოციქულმა, როდესაც იესო ქრისტეს ჭრილობებს შეეხო. შეგვეწიოს მისი მადლი. გაიხარეთ, მადლობა.